ეს ერთი უნარი ყველაზე მეტად ფასობდა ყველა სამსახურში და ეს იყო საჯაროდ საუბრის უნარი. თუ კი სადმე დაწინაურებაზე იყო საუბარი, თუ კი სადმე რაიმე ახალი სამსახურეობრივ შემოთავაზებაზე იყო საუბარი, ყოველთვის ყველგან აი ეს ფრაზა გაიჟღერებდა ხოლმე, რომ კი ნატა, იმიტომ რომ ნატას შეუძლია ღონისძიების გაძღოლა, პანელური დისკუსიის წაყვანა. აქედან გამომდინარე, მე თავიდანვე მივხვდი, რომ ნებისმიერი პროფესია, ან ნებისმიერი სამსახური, რომელსაც მე გადავწყვეტდი და ავირჩევდი, უნდა ყოფილიყო კავშირში საჯაროდ საუბართან, საჯაროდ გამოსვლის ხელოვნებასთან. მე რა თქმა უნდა, შემდეგ დიდი გზა გავიარე, ვისწავლე, შემდეგ უკვე წიგნიც დავწერე და დღეს უკვე მიხარია, რომ აი ამ გამოცდილებას, რომელიც უწყვეტი პროცესია და მუდმივად დაგროვებადია ჩემ შემთხვევაშიც, ვუზიარებ ყველა სურვილს და რატომ? იმიტომ რომ ასევე ცხადად დავინახე ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომ ეს არის უნარი, რომელიც ცალსახად დასწავლადია.